თუ შენ გრძნობ, რომ რაღაცა უფრო მეტისა და მნიშვნელოვანისათვის ხარ გაჩენილი. მაგრამ ცხოვრობ რაღაც ესეთი რუტინული, ყოველდღიური ცხოვრებით, რომელიც დიდად არ გაინტერესებს და არ არის ის ჭეშმარიტად შენი. არ არის ის სტილი, ის ცხოვრება, ის ინტენსივობა, ის ინტერესი, რაც იცი, რომ შეიძლება რომ გქონდეს, გწყურია და გწადია. მაგრამ ერთის მხრივ არის აი ეს ვიცი რომ მეტი შემიძლია, ვიცი რომ მეტისთვის ვარ გაჩენილი, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცა, რაც ამ მეტში არ გიშვებს. რა არის ეს რაღაც, როგორ ფიქრობთ? ისე დააპაუზეთ ეს ვიდეო, სანამ მე ავხსნიდე და თქვენი მოსაზრება გამიზიარეთ კომენტარებში. ძალიან მაინტერესებს რეალურად და ასეთნაირად ვიმსჯელებთ შემდგომ ამაზე, თუ იქნება საინტერესო პასუხები, გავავითარებდი ჩემს პასუხს მოგაწოდებდით ამ კომენტარზე და გავავითარებდი ამ აზრს, ხო? მაგრამ დაუბრუნდეთ რა გიშლის? რა გიშლის და ის პროგრამები, რომლებიც არის შენში ჩადებული. რა პროგრამებზეა საუბარი? ადამიანები ფუნქციონირებთ ყველა მიმართულებით, ყველა კუთხით, ყველა თემაში, ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. ფუნქციონირებთ იმ პროგრამებით, რომლებიც არის ჩვენში. თუ არა გაქვს პროგრამა, იმ ქმედებას ვერ განახორციელებ. აი მაგალითად, ეხლა მე რომ გითხრა, მოდი ეხლა გამიკეთე ჰუბუჯი. და არავინაზზე არ არის რა არის ჰუბუჯი და ვერანაირად ვერ გამიკეთებს, ვერ შექმნის, ვერ მომაწოდებს, ვერ შემომთავაზებს ჰუბუჯის, იმიტომ რომ არ იცი რა არის ჰუბუჯი. მაგრამ თუ ვიღაცა მაგიხსნა, გაიგე, გასწავლეს რა არის ჰუბუჯი, მაშინ შეეცდები, ხო? ნუ ეხლა ესეთი ცოტა სახუმარო მაგალითები მომყავს ხოლმე, რომ გასაგები იყოს, ყველამ ადვილად გაიგოს და ადვილად გაიაზროთ. და უყურეთ აბსოლუტურად ყველა სფეროში, ნუ ერთი რომ ჩვენი სხეული თვითონ ავტომატურად იმართება და როდის ნახველა გამოიყოს და როდის არ ვიცი, ცინგლი წამოვიდეს, ამას ჩვენ არ ვმართავთ, ავტომატურ რეჟიმში იმართება და ხანდახან როცა ნამეტანი გადავაჭარბებთ ხოლმე, ავად ხდება და ამ შემთხვევაში ექიმის ჩარევა საჭირო. ამას თავი დავანებოთ. ნებისმიერი ფუნქციონალი, ლაპარაკი გინდა, სიარული გინდა, კოვზის ჭერა და ჭამა გინდა და ეს უმარტივესი ფიზიოლოგიური პროგრამებიდან დაწყებული და ურთულესებით გაგრძელებული, არ ვიცი, დისერტაცია უნდა დავიცვა, ხო? ეს ყველაფერი არის დასწავლილი პროგრამები და ჩვენში ჩადებული პროგრამები. რაღაცა არის ბუნებრივად ჩადებული და გენეტიკით გადმოგვეცა, რაღაცა აღზრდისა და სწავლა-განათლების განმავლობაში მივიღეთ. და სწავლა-განათლების განმავლობაში კი ვიღებთ რაღაცებს, მაგრამ უფრო მეტს ვიღებთ ერთი მეორესთან ურთიერთქმედებით, ჩვენი სარკული ნეირონების ხარჯზე ეგრევე კოპირდება და გადმოდის ხოლმე ის, რაც ვიღაცა მნიშვნელოვანმა მოგაწოდა, გადმოდის შენზე. და იწყებ ამის განმეორებას შენ და უნებურად. ერთი სიტყვით, ხო, ამ პროგრამების მიხედვით მოქმედებთ და ეს პროგრამები როგორი ტვირთება ჩვენში, რაღაცა გადმოგეცა გენეტიკურად, გარტყმაში არა ხარ, რა გადმოგეცა და რა დროს რომელი პროგრამა გააქტიურდება და წინ გაგისვრის თუ დედას გიტირებს, არც ერთმა არ ვიცით. მეორე, აღზრდის განმავლობაში და ძირითადად ტრავმები, ხო, რომელიც არ გიშვებს. თუ კი არის ტრავმა, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ხო, ფსიქოლოგიური ტრავმა, ბავშვობაში მიღებული ან საგვარეულო, ან როგორც წესი ორივე ერთია ხოლმე. ბავშვობაში ვიღებ ტრავმას, იმიტომ რომ საგვარეულოში იყო ეს ტრავმა, ნუ ეს კიდე ცალკე გრძელი თემაა. ერთი სიტყვით, ვართ ამ პროგრამებით სავსე, თუ სადმე რაღაც არ გამოგდის, გამიგრძელდა ცოტა. თუ სადმე რაღაც არ გამოგდის, ეს იმას ნიშნავს, რომ შენში არის წარუმატებელი პროგრამა, მოძველებული პროგრამა. პროგრამა, რომელიც არ გიშვებს აი ამ შენი სასურველი ცხოვრებისკენ. და თლიანად კოუჩინგი, ფსიქოლოგია და ეზოთერიკის ის მიმართულებები, რომელსაც ჩვენს აკადემიაში გვთავაზობთ, მომართულია ამაზე, რომ აღმოაჩინო ეს ძველი პროგრამა, თუ ის ძალიან ინტენსიურია და ძალიან ტრავმაზე დაფუძნებულია,
ის არ მოგცემს საშუალებას, რომ გადააპროგრამო, ადვილად და ახალი პროგრამა მიიღო, აღიარო შენად და იმით დაიწყო მოქმედება, სანამ ამ ტრავმას არ გაანეიტრალებ, ან ხანდახან საკმარისია მხოლოდ აღმოჩენა, აღიარება და გადაპროგრამება. და აი ეს ყველაფერი როგორ აღმოაჩინო და როგორ გადააპროგრამო შენი თავი. ხალხო, ჩვეულებრივი ბიორობოტები ვართ დაპროგრამებული. ნებისმიერი აზრი, ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი უმოქმედობა. ყველაფერი არის პროგრამა. ყველაფერს საფუძვლად უდევს პროგრამა. და თუ იცი ამ პროგრამების აღმოჩენა და გადაპროგრამება, ჩათვალე რომ წინ ხარ. და სწორედ აი ამას ემსახურება ჩვენი ერთწლიანი პროგრამა ახალი მე, რომელიც იწყება 10 იანვარს და რომელშიც თქვენ იღებთ 120 ვიდეოს. ღმერთო ჩემო, 120 ვიდეოს. კვირაში მოდის 2 ვიდეო, თვეში 10 ვიდეო. და რამდენ სიხდით თვეში? რამდენს? 5.5 ლარს. ანუ თითო ვიდეო გიჯდებათ 55 თეთრი. მაგრამ რეალურად 55 ან 550 ან 5000 ლარის ეკვივალენტია თქო, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ფასდაუდებელია ის ცოდნა და ის ცვლილებები, რასაც თქვენ მიიღებთ და რასაც თქვენში მოახდენთ. და ესე step by step, მთელი წელი, აუჩქარებლად, შენთვის მოსახერხებელ რეჟიმში. ის კი არა, რომ არიქა ვიღაცა გამოწმებს, ვიღაცა მოგდევს ან სწრაფად. აი ეს ვიდეოები მოგეწოდება Telegram არხში, შენს თვალწინ არის ყოველი ძველი და ახალი ვიდეოც, რომელიც არ გაგიკეთებია, რთავ აკეთებ და ნელ-ნელა თავისუფლდები და იღებ საოცარ შედეგებს. წადეთ. მარტო პირველი თვეს წადეთ. ვიცი რომ ძნელია ადამიანს, რომელსაც არ ქონია შეხება, რომ დაიჯერო ესეთი სასწაული ზემოქმედებისა, მაგრამ კი თანამედროვე, აი როგორც ჩვენ ხალხო ამ შედარებასაც მოვიყვანთ. ჩვენ ცხოვრობთ ძირითადად გენეტიკურად საგვარეულოდან, რაც გადმოგვეცემა იმ პროგრამებით. საგვარეულოდან გადმოგვეცა რას ნიშნავს? კარგი, მამამ და დედამ შეგქმნეს შენ, მაგრამ იმათ საიდან ქონდათ ეს პროგრამები? თავისი დედმამისგან, იმათ თავისი დედმამისგან და გამოდის რომ ჩვენ ვცხოვრობთ ადამ კუკუს დროინდელი პროგრამებით, პაპაჩემის პაპის პაპა რომ რა ვიცი, რაღაც მოცემულობაში იყო და იქ დაისტრესა და ტრავმა მიიღო და ეს ტრავმა დღეს რომ შთამომავალზე, ჩემს შვილზე, ჩემს შვილიშვილზე მოქმედებს. და აი ამ ყველაფრის აღმოჩენა, განეიტრალება აუცილებელია, იმიტომ რომ როგორც არ ვიცი, ხო, ჩვენ ხوار დავდივართ მე-18 საუკუნის ტრანსპორტით, ხო? ჩვენ ხომ არ ვიყენებთ მე-18 საუკუნის კავშირის საშუალებებს, არ ვიცი, ტელეფონი იყო თუ არა, რომელ წელს გამოიგონეს, აღარც მახსოვს. არამედ რაღაცა უსწრაფესი, უთანამედროვესი მოცემულობები გვაქვს, ხომ? და თვითონ ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა რატო უნდა დარჩეს ადამ და ევას დროინდელი და რატომ არ უნდა განაახლოს შენი თავი, შენი პროგრამული უზრუნველყოფა და სწორედ ამას ემსახურება ეს პროგრამა. ვინც დაინტერესდით მოიწერეთ, გაგიზიარებთ პირობებს, რა შემთხვევაში შეიძლება 5.5 ლარად რომ შემოგვიერთდეთ და გელოდებით, სცადეთ. საოცარ შედეგებს მიიღებთ. ვისაც გიცდიათ და მიგიღიათ კიდევ გთხოვთ რომ დააკომენტაროთ, რომ დაინახოს ხალხმა. ჩვენ რომ შედეგიანი არ ვიყოთ 12 წელი ვერ ვიქნებოდით წარმოდგენილი ბაზარზე, ხომ ასია. 2014 წლის 14 იანვრიდან აგერ უკვე 12 წელი გახდება საქმიანობმე და უამრავი კმაყოფილი კლიენტი, უამრავი მადლიერება ყოველდღიურად. სცადეთ.